მოკლედ ვაგრძელებთ ქარშიც, წვიმაშიც სიარულს. ეხლა ვართ შიდა ქართლის მხარეში. მართლა ძლიერი ქარია, იქნება ალბათ 13 მეტრწამი, თუ მეტი არა. როგორც აღვნიშნე, შიდა ქართლში ვართ. კერძოდ ქარელის მუნიციპალიტეტია ეს. აქ არის სოფელი ახალსოფელი. და ახალსოფლიდან სამხრეთით დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარეობს აი ეს ეკლესია, მაცხოვრის ეკლესია. ძალიან საინტერესო ტაძარია, ძველია, მე-19 საუკუნეებისაა. როგორც ხედავთ, დაზიანებულია, ჩამონგრეულია კამარა, აი კედლებიც უკვე გადახრილია. მოკლედ ძიმე მდგომარეობაშია. კარგით, შევიდეთ შიგნიდან დავათვალიეროთ. ეს არის სამხრეთ შესასვლელი. აი რა ლამაზი თაღებია. აი იქითა საკურთხეველიც უკვე გამსყდარია შუაში. ეს სამხრეთი კედელიც გადაწეულია. აი ესეთი დიდებული ძეგლია, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. როგორც ჩანს, გასასვლელი ყოფილა იქით ჩრდილოეთიდანაც ან შემოსასვლელი უფრო სავარაუდოა, რომ გასასვლელი იქნებოდა ჩრდილოეთ მინაშენში. ეს უკვე დასავლეთ კედელია. აი ნიშნებია, სავარაუდოდ ამ ტაძარს მალე მიხედავენ და დიდი ალბათობით რესტავრაცია იგეგმება. ნაშენია ქვიშაქვით, მეგობრებო. აი ალაგ-ალაგ შირიმის ქვებიც არის ჩაყოლებული. მაგრამ ძალიან საინტერესო და დიდებული ტაძარია. დროულად საჭიროებს გადარჩენას და როგორც აღვნიშნე, დიდი ალბათობით რესტავრაციაც იგეგმება, იმიტომ რომ რაღაცა დანომრილია. მე-19 საუკუნეებით თარიღდება. წავიდეთ აბა გარშემო შემოვუაროთ. ძალიან ძლიერი ქარია, ძალიან. საკმაოდ სუსხიანი. ეს კი გარედან. კი, დანიშნულია დიდი ალბათობით რესტავრაცია იგეგმება. აი აქედან მშვენივრად იშლება ხედი. აი იქით პირდაპირ რამდენად ჩანს, არ ვიცი კადრში. სამწევრის ციხე დარბაზი მოჩანს. აქეთ თავად სოფელი ახალსოფელი. ეს კი ტაძარი.
ეს ჩრდილოეთ კედელია. აქვე სიახლოვეს არის ძალიან საინტერესო ნასოფლარები. ჩამოგითვლით 4 ნასოფლარია. ესე იგი ოქროსოფელი 1, სუქითი, ჯიგრანტკარი და კუდატყე. ესეთი საინტერესო სამცხაროთ უკვე ნასოფლარებია. ეხლა აქედან მივდივართ სუქითის სამება უნდა ვნახოთ. წავიდეთ. სუქითის სამების ეკლესია იქვე სოფელთან ახლოს მდებარეობს. სამწუხაროდ თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხეველი და ჩრდილოეთ კედლის მცირე ნაწილი. დანარჩენი დანგრეული კედლების უზარმაზარი ფრაგმენტები იქვე ყრია. რასაც შეიძლება შესასვლელი ეწოდოს, შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ მხარეს. ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვიშაქვით. კონსტრუქციული ნაწილები ლავგარდანი და იმპოსტები კი სუფთად გათლილი ქვიშაქვისაა. ტაძრის სამხრეთით დაახლოებით 300-400 მეტრში სოფელი სუქითია. იქ სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ადამიანიღაა დარჩენილი. სუქითის ტაძარი ქართული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია. ყველას გირჩევთ მის მონახულებას. იქ სტუმრობით კი სუქითის ერთადერთ მოსახლესაც ძალიან გაახარებთ. ეს არის მეგობრებო ლაღიჯვრის ეკლესია. სამწუხაროდ ესეთ ძიმე მდგომარეობაშია, დანგრეულია. როგორც ჩანს, ნაგები ყოფილა აგურით და ქვიშაქვის თავისებური სახეობით. ესეთი უზარმაზარი დიდი სარკმლები აქვს. აშკარად ლამაზად გამოყვანილი აგურების წყობაა. როგორც ხედავთ, კამარა მთლიანად ჩამონგრეულია. ეს ჩრდილოეთ კედელია, ჩრდილოეთ კედელიც მხოლოდ რამდენიმე მეტრით არის შემორჩენილი. კონქიც ჩამონგრეულია.
აფსიდის მცირე ნაწილია მხოლოდ დარჩენილი. როგორც ჩანს, სამხრეთიდან ეს მინაშენი ქონია, ეს დიდი ალბათობით სამრეკლო იქნებოდა. კარგი, შემოვუართ, აბა გარედანაც ვნახოთ. ლაღიჯვრის ეკლესია მდებარეობს სოფელ დიდი ყელეთის სიახლოვეს. თარიღდება გვიან შუა საუკუნეებით. ეს კი უკვე წვერსაყდარია. ის ლაღიჯვრის ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. ტაძარი დარბაზულია და ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. ბოლოს კი წრომის წმინდა მარინეს ეკლესიაც მოვინახულეთ. ისიც გვიან შუა საუკუნეების ძეგლია და სოფელ წრომის სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 1 კილომეტრში მდებარეობს. აი ასეთი იყო მეგობრებო კიდევ ერთი დღე, რომელიც ქართული მემკვიდრეობის ძიება გაცნობაში გავატარეთ. თქვენც გირჩევთ ყველას, რომ იმოგზაუროთ და გაიცნოთ ჩვენი ქვეყნის მართლაც მდიდარი მემკვიდრეობა. მე კი მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.